იერუსალიმის თემის თავმჯდომარის წერილი რომის სენატს. ჩვენს დროს გამოჩნდა უდიდესი სათნოების მქონე ადამიანი სახელად ქრისტე იესო. ის ტანმაღალია, მშვენიერი, აქვს კეთილშობილი სახე, ის რომ ვინც მას უყურებს ერთდროულად სიყვარული და შიში იპყრობს. აქვს ღვინისფერი, თაფლისფერი, ტალღული თმა, დახუჭებულიც კი, რომელიც მხრებზე დაცემისას ბზინავს. ნაზერევალთა ჩვეულებისამებრ შუაზე აქვს გაყოფილი, შუბლის სწორი და სუფთა აქვს. სახეზე არც ერთი ლაქა და ნაოჭი არ აწყვია, არამედ ვარდისფერი დაჰკრავ. ცხვირპირი უნაკლო სილამაზისა აქვს. წვერი ხშირი და ფართე. შედარებით მოკლე, ისიც შუაზე აქვს გაყოფილი. თვალები ცისფერი და ძალიან ნათელი. ის შიშის მომგვრელია, როცა კიცხავს და სიყვარულით აღასავსეა. როდესაც შეაგონებს. ხეარულია, მაგრამ ღირსებას ყოველთვის ინარჩუნებს. ის არასოდეს უნახავთ მომცინარე, არამედ მტირალი. ტანი და ხელფეხი იერით მშვენიერი აქვს. საუბრის დროს სერიოზულია, თავმდაბალი და ზომიერი. ის უმშვენიერესია კაცთა მოდგმაში. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვინ ჩემნი იგი და მიციან ჩემთა მათ ვითარცა ვიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართა. ეს უკვე იოანესგან არის. კი ბატონო, ეს იერუსალიმის თემის თავმჯდომარის წერილი რომის სენატს. ხო, საინტერესოა. ხوار ქონდათ ეს საკითხი. ნამდვილად აგუჩვენე.